მოგესალმებით მეგობრებო, დავიწყეთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტრიმიფუნტელი ესე გამოითქმის. დაწერა, აი ახლა დავასრულე ოქროს დაკვრა, ოქროს ნანატრი, ოქროს ფურცლები, ოქროს იმიტაცია ეს ვიშოვნე და აი ესე გამოვიდა მოკლედ დავაკარი. და უნდა დავიწყო დახატვა. კი ხსნი ხოლმე ხა რა ვინცა მოსწავლე იმას ცალკე რაღაცებს უხსნი ხოლმე და იმედია მე და ის ადამიანი მივიყვანთ ბოლომდე და ერთ ცალხატს მაინც დავწერს და ერთს დავწერთ მე როგორ ყველაფერი კარგად იქნება. ხო და ანუ როგორ იწერება ხატი ახლა? ვინმე სამოყვარულო დონეზე თუ აინტერესებს რაღაც მინიმალური ცოდნა ექნება რა ახლა მე მაგალითად მიყვარს ხოლმე აი შეიძლება რაღაცა საკითხში არ ვიყო პროფესორი, მაგრამ რაღაც რომ ვიცი რაღაცა საკითხში, მაგრამ სიამოვნებს ხოლმე რა. მაგალითად ახლა აი ამ ხელა ხატია და ხო უნდა დაიწყო საიდანვე, ხო დახატო ადამიანმა. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ აი ყველაზე დიდი სამოსი სადაც არის, ეს უნდა დახატო, ხო? მაგრამ არ არის ეგრე. უნდა დავიწყოთ ყველაზე პატარა დეტალებით. უბრალოდ ყველაზე შიდა სამოსი რომელიც არის. მე მგონი მე ვიდეოში ნათქვამი მაქვს ერთ ვიდეოში. აი ეს მაგალითად. აი ეს შიდა სამკლაური, ნუ შეგნით ეს რაღაც სამოსია, მაგრამ აი სამკლაური ჩანს რა. ეს ნაწილი უნდა ჩავხატოთ. აი ეს პატარა აქ როა და აი ეს სამივე არის ერთი რამ. და ეს უნდა ჩავხატოთ ჯერჯერობით. თუ არ ვწდები, აი ქუდიც ზუსტად ამნაირი მასა ანუ ამნაირი საღებავი უნდა გავხსნათ ქუდიც თუ არ ვწდები ერთი სამოსია ერთ ფერშია ზუსტად და ერთი და იგივე შუქებია მაგრამ ამას დავფიქრდები მოკლედ როგორ უნდა გავაკეთო ერთად გავაკეთო თუ ცალ-ცალკე მოკლედ აი ეს არის ეს და ეს უნდა ჩავხატოთ ჯერ და შესაძლოა ქუდიც ახლა ჩავხატო გამოიწერეთ მეგობრებო არხი რა ვიცი და დასრულებულ ვერსიას შემოგთავაზებთ აუცილებლად როგორი გამოვა ვნახოთ ყველამ ერთად